ფლამინგო ყველამ ვიცით, რომ ეს არის ვარდისფერი წერო. რომ ფლამინგო, როდესაც ხდება დედა და თავის ბარტყები გამოჩიკავს, თეთრდება, იმიტომ იმდენად ბევრ მინერალებს და ვიტამინებს კარგავს, რომ ფერს კარგავს ის და ხდება თეთრი. აი როგორც კი ის თავის ბარტყებს დააფრთიანებს, ხდება ისე ვარდისფერი. მთელ სხეულს აძლევს შვილებს. მე ვიფიქრე, რომ კი შემიმჩნევია, რომ ზოგჯერ ფლამინგოები რაღაცა თეთრებივით არიან ვარდისფერი იმები და მიფიქრე, რომ ეს ჯიშია ესეთი, მაგრამ თურმე ისინი დედები არიან და იმიტომ არიან თეთრები. და შემდეგ ისე ვარდისფერდებიან, როცა დააფრთიანებს თავის შვილებს და ძალიან ანალოგი გავლენ დედასთან, ქალთან, რომელიც თავის შვილს ყველაფერს სწირავს, ყველაფერს გვერდზე გადასდებს, ხდება დედა და მერე წლები უნდება, რომ ისევ დაბრუნდეს იმ თავის ძველი ცხოვრებისკენ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამერქმია ამ კაბინეტისთვის ფლამინგო, რადგან ის დედობის და სიცოცხლის შემოტანის სიმბოლოა.